ვისაუბროთ სამკუთხედების ტოლობის კიდევ ერთ ნიშანზე, ეს არის სამკუთხედების ტოლობა სამი გვერდის მიხედვით. Თქვათ მოცემული მაქვს ორი სამკუთხედი, A, B, C და D სამკუთხედები. ვიტყვი რომ ეს ორი სამკუთხედი არის ერთმანეთის სწოლი, თუ ერთი სამკუთხედის სამი გვერდი შესაბამისად უდრის მეორე სამკუთხედის სამ გვერდს. ანუ თუ AB უდრის DE გვერდს, AC უდრის DF-ს და BC უდრის EF-ს, მაშინ ვიტყვით, რომ ეს ორი სამკუთხედი არის ტოლი. რახან ტოლია, ამიტომ მათ ტოლი კუთხეებიც უნდა გქონდეთ, შესაბამისად კუთხე C იქნება კუთხე F-ის ტოლი, კუთხე E იქნება კუთხე B-ის ტოლი და კუთხე D იქნება კუთხე A-ის ტოლი. ვინაიდან ესენი არიან ტოლი გვერდების მოპირდაპირე კუთხეები. ამ თვისების გამოყენებით შევეცადოთ გავაკეთოთ ეს ამოცანა. ანუ ფიგურაზე თქვენ ხედავთ გამოსახულს ორ სამკუთხედს, სამკუთხედი ABC და KNP. სამკუთხედი ABC არის სამკუთხედი KNP-ს ტოლი. დავწეროთ. ანუ სამკუთხედი ABC უდრის სამკუთხედ KNP-ს. როგორც ხედავთ, AB გვერდი არის 14 ერთეულის ტოლი, AC 17 და BC 12-ის. KP გვერდი არის 3x-1-ის ტოლი და ამიტომ გვინდა ვიპოვოთ x-ი. რა არის x-ი? თუ გამოვიყენებთ სამკუთხედების ტოლობას, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ PK გვერდის შესაბამისი გვერდი, რომელიც აიქნება მისი ტოლი. როგორ ვიპოვოთ ახლა PK გვერდის შესაბამისი გვერდი? PK ეს არის ამ ასოთა სამეულში მესამე და პირველი ასო. PK გვერდი შესაბამისად იქნება ამ ასოთა სამეულში შესაბამისად პირველი და მესამე ასოთი მითითებული გვერდი. ანუ AC. რადგან AC არის 17 სანტიმეტრის ტოლი, ამიტომ PK-ც იქნება 17 სანტიმეტრის ტოლი. თუ PK-ს ნაცვლად ჩავსვავთ ჩვენ მის შესაბამის სიდიდეს, ანუ 3x-1-ს, მექნება ერთსვლადიანი მარტივი განდოლება. უდრის 17-ს, 3x უდრის 18-ს და x უდრის 6-ს. იგი x ყოფილა 6 ერთეულის ტოლი.